მოგესალმებით. ვაგრძელებთ ჩვენ ვიდეოების სერიას შენ სივრცეში და დღეს გვექნება საუბარი კოლექტიურ სტრესზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ამ პერიოდში, იმიდან გამომდინარე, რომ ახლა არის დაბნელების კორიდორი. დაბნელების კორიდორზე ცალკე ვიდეო გვაქვს ჩაწერილი და შეგიძლიათ ნახოთ და გაეცნოთ, თუმცა ამ ვიდეოში კონკრეტულად საუბარი იქნება კოლექტიურ შფოთვაზე, სტრესზე, შიშზე, რომელსაც სამწუხაროდ ჩვენც განვიცდით. ასევე გვექნება რამდენიმე რჩევა, თუ როგორ გავუმკლავდეთ ამ კოლექტიურ სტრესს და როგორ დავიცვათ თავი და ასევე მნიშვნელოვანი არის ყურადღების ჰიგიენა და ამაზე გავამახვილოთ ყურადღებას. რაც შეეხება კოლექტიურ სტრესს, ეს შეგვიძლია ჩავთვალოთ როგორც კოლექტიური ინფექცია, რომელიც ძალიან მარტივად და მალე გადამდები არის. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ყველანი ერთმანეთზე გავლენას ვახდენთ და არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ქონდეს გავლენა გარესამყაროზე და გარემოზე და არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ განიცდიდეს პირიქით გავლენას სამყაროსგან. შესაბამისად, როდესაც გარემოში არის შფოთვა, არის სტრესი, არის შიში და მატულობს დაძაბულობა, ეს დაძაბულობა გვინდა არ გვინდა ჩვენზეც აისახება სამწუხაროდ. ამის მიზეზი ძირითადად არის უამრავი უწყვეტი ნეგატიური ინფორმაცია, რომელიც ყოველდღიურობაში ჩვენთან შემოდის და ამას ვეცნობით. ასევე ხდება ხშირ შემთხვევაში სხვისი შიშის და სტრესის დაჭერა, ასე რომ ვთქვათ, ბჭყალებში დაჭერა, რომელსაც აღიქვავ და იმ მომენტში შეიძლება გეგონოს, რომ შენში არის და შენში განიცდება ეგ მდგომარეობა. რაც თავისთავად გონებისთვის ხდება საფრთხე, იქიდან გამომდინარე, რომ გონება ამ ყველაფერს საფრთხეს განიცდის, ამას ჩვენ ვაცნობიერებთ, თუ ვერ ვაცნობიერებთ, ჩვენი ქვეცნობიერი გონება მაინც იწყებს ავტომატურ თავდაცვის რეჟიმში გადასვლას, იზრდება შიში, იზრდება დაძაბულობა, დაჭიმულობა და იზრდება ავტომატური რეაქცია. ეს არის უკვე ჩვენი ინსტინქტური გამოვლინება, ასე რომ ვთქვათ. რაც პრაქტიკულად გამოიხატება როგორც ნერვიულობაში, შფოთვაში, დაძაბულობაში, სიჩქარეში, ფიზიკური სხეულის გადაღლაში, დაჭიმულობაში, რაც თავისთავად არ არის კარგი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს კიდევ უფრო მეტად ართულებს ისედაც სტრესულ ფონს, როგორც ინდივიდუალურ, ასევე კოლექტიურ თვალსაზრისით. რაც თავის მხრივ გამოიწვევს იმას, რომ იკარგება რაციონალური და ლოგიკური აზროვნება და იწყებს ადამიანი უფრო მეტად ავტომატურად თვითგადარჩენის რეჟიმში არსებობას, ეს უკვე ინსტინქტურ დონეზე ხდება. ასევე იკარგება ემოციური ინტელექტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის გადაწყვეტილების მიღებისთვის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იკარგება სიმშვიდე. სიმშვიდე კი არის ყველაფრის წამალი, ასე რომ ვთქვათ, გამოსავალი იქიდან გამომდინარე, რომ შვიდ მდგომარეობაში გააქვს საშუალება, რომ უფრო მეტი სიცხადე შეინარჩუნო კოლექტიური ეს გავლენა ნაკლები იყოს, იქიდან გამომდინარე, რომ ახმადობა არის დიდი, შეგიძლია უფრო მეტად და სწორად აღიქვა ის გარემო, რაც გარშემო ხდება და ნაკლებად იგრძნო გავლენა ამ გარემოსაგან. ამისთვის შეგვიძლია გირჩიოთ რამდენიმე ძალიან მარტივი ტექნიკა. დღეში ორჯერ 20 წუთი რომ დავუთმოთ თავს, რომ დაბრუნდეთ საკუთარ თავთან სიმშვიდეში, ეს მოგცემთ საშუალებას, რომ უფრო მეტი სიცხადე შეინარჩუნოთ და სიმშვიდე დღის განმავლობაში. ვინც ტრანსცენდენტულ მედიტაციას აპრაქტიკებთ, დღეში ორჯერ კი იცით რა უნდა აკეთოთ და აკეთეთ თქვენი ტექნიკა, ვინც არ აპრაქტიკებთ DMs, შემიძლია გირჩიოთ ძალიან მარტივი ტექნიკა, მაგალითად დაჯექით კომფორტულად, მოდონდით, მოეშვით, დახუჭეთ თვალები და გულში იმეორეთ სიტყვა შანტი. შანტი სანსკრიტზე ნიშნავს მშვიდობას და ეს ამის გამეორება აი ამ ვიბრაციულ დონეზე, როცა ეს გულში და საკუთარ თავში ხდება, ამას მოაქვს სიმშვიდე და შეგიძლიათ ცადოთ და იგრძნოთ თქვენ როგორ მუშაობს ეს თითქოს ერთი ძალიან მარტივი სიტყვა. იმეორეთ თვალები დახუჭული, ამ დროს დიდი ალბათობით ფიქრებიც იქნება, შეგრძნებებიც გაჩნდება, ემოციებიც გაჩნდება, მაგრამ არ მიაქციოთ ყურადღება, თქვენ მაინც აი ეს სიტყვა, ოღონდ ძალიან ნაზად, ზედმეტი ძალისხმევის და დაჟინების გარეშე იმეორეთ. ასევე ძალიან კარგი არის სხეულის სკანირება. შეგიძლიათ დაждდეთ და დაიწყოთ სხეულის დასკანერება, ფეხებიდან დაიწყოთ ან თავიდან და ჩამოყვეთ ყველა ორგანოს ტკულთან, მუცელთან, ფეხებთან, აი გაატარეთ თქვენი ყურადღება, თქვენი ცნობიერება თქვენ სხეულში, ეს მოადუნებს, დაამშვიდებს და აი დაძაბული ასპექტები რაც არის იმას ცოტა გაანეიტრალებს, რაც ძალიან სასარგებლო არის. ასევე ძალიან კარგი პრაქტიკა არის სანკალპა.
Sankalpa არის განზრახვა. Sankalpa ნიშნავს განზრახვას სანსკრიტზე, რომელსაც ვაკეთებთ მაგალითად აი რომელიმე ტექნიკის წინ, აი ამ მოდუნების დროს, ან სკანერების წინ, ან DM-ის წინ, ან კიდე აი ამ ტექნიკის წინ, რაზეც გქონდა საუბარი. აი ეს იმას ნიშნავს, რომ ხუჭავთ თვალებს და ვაფიქსირებთ განზრახვას. განზრახვა შეიძლება იყოს ნებისმიერი. აი მაგალითად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი დღეს მე ვირჩევ სიმშვიდეს ჩემს გარშემო. ან მე დღეს ვირჩევ სიკეთეს და სიცხადეს, იქიდან გამომდინარე, რომ მინდა მქონდეს უფრო მეტი ცხადი ხედვა გარემოსი. აი რაღაც ეგეთი ფორმულირებით შეგიძლიათ გააკეთოთ და ეს იყოს დღის სანკალპა. აი ამით დაიწყოთ დღე. ასევე ძალიან კარგი ტექნიკა არის 10 წუთიანი სიკეთე. ეს არის ძალიან ძლიერი ტექნიკა რეალურად და ძალიან მარტივი, რომელიც შეგვიძლია გავაკეთოთ აი უმარტივესი სიკეთე, აი ყველაზე მარტივი, აი უბრალო სიკეთეც ძალიან მნიშვნელოვანი არის, იქიდან გამომდინარე, რომ ეს სანსკრიტზე და ვედურ ცოდნაში ითვლება როგორც სევად. სევა არის, ასე რომ ვთქვათ, მსახურება, ეს არის თავის მიძღვნა და ეს თუ ყოველდღიურ ჩვენ ყოველდღიურობაში შემოვა, ამით მივცემთ საშუალებას პირველ რიგში ჩვენ ქვეცნობიერს და ჩვენ გონებას, რომ მიეჩვიოს სიკეთის კეთებას და ეს რომ ჩვეულებრივი ამბავია ყოველდღიურობაში და ეს თუ ხდება უანგაროდ, ეს მუშაობს ნეგატიურ კარმაზეც. შესაბამისად, შეგიძლიათ აი ყოველდღე რაღაცა პატარა აი უმცირესი თითქოს რაღაცა არ შეიძლება მნიშვნელოვანი არ იყოს, მაგრამ აი პატარა სიკეთეც კი ქმედითად თუ განახორციელებთ, ეს იქნება ძალიან კარგი. ამ დროს აი ამ ავტომატურობას ეჩვევა ჩვენი გონება და ეს ხდება უკვე ჩვენი ყოველდღიურობა და ანეიტრალებს იმ დაძაბულობას, რაც ჩვენს გარშემო ხდება და როდესაც ჩვენი ყურადღება სხვა ადამიანის მიმართ როგორც მზრუნველობა ისე გამოიხატება, ეს ზრდის ემპათიას და თანაგრძნობას, რაც ძალიან კარგი არის ამ შემთხვევაში და ზოგადად ისედაც. ასევე არსებობს ჩუმის სიკეთის პრაქტიკაც. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი რაღაც ყოველდღიურობაში ერთ რაღაცას ქმედითად ვაკეთებთ სიკეთეს და ჩუმის სიკეთე რაც არის პირობითად ეს არის მდგომარეობა, როდესაც ჩვენთვის გამოუხატავად შეგვიძლია გულში ან ლოცვის დროს ან რაღაც განზრახვის დროს ან რაღაც ნებისმიერ მომენტში დღის განმავლობაში 10 წუთი შეგიძლიათ უბრალოდ აი სიკეთე გაუგზავნოთ ნებისმიერ ადამიანს, ან ლოცვაში მოიხსენიოთ, ან ილოცოთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არიან დასტრესილები, ან თქვენი სანკალპა იყოს იმ ადამიანებისკენ, რომელსაც სჭირდებათ სიმშვიდე და სჭირდებათ ან არიან ზედმეტად დასტრესილები და აყვნენ აი ამ კოლექტიურ დაძაბულობას და ეს თუ უანგაროდ ხდება, ეს ძალიან სასარგებლო არის, როგორც თქვით, როგორც ინდივიდუალური განვითარებისთვის და სიმშვიდის შენარჩუნებისთვის, ასევე კოლექტიური სიმშვიდისთვის. და მნიშვნელოვანი ის არის, რომ დღის ბოლოს ჩამოწერეთ ეს სიკეთე, რაც გააკეთეთ. აი 2 წუთიანი ტექნიკა არის, სანამ დაიძინებთ, ჩამოწერეთ პრაქტიკულად რა სიკეთე გააკეთეთ და ან თუნდაც ამ 10 წუთის განმავლობაში თქვენი ეს კეთილი განზრახვა ვისკენ ან როგორ იყო მიმართული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დავიტოვოთ და გამოვხატოთ. შეგიძლიათ დაწეროთ, შეგიძლიათ ის ქაღალდი საერთოდ დაწვათ ან დახიოთ, გადააგდოთ, მაგრამ მთავარია, რომ ეს გამოვიტანოთ. ეს ძალიან გვეხმარება ერთის მხრივ სიმშვიდის შენარჩუნებაში, მეორე იმაში, რომ ჩვენი ყურადღება სიკეთისკენ არის მიმართული და რასაც ვთესავთ, იმას ვიმკით და შესაბამისად ჩვენი მოქმედებები უკან გვიბრუნება და აი ეს ნელ-ნელა დროთა განმავლობაში უფრო შეამსუბუქებს იმ კოლექტიურ დაძაბულობას და სტრესს, რაც გარემოში არის. თუ მოგეწონათ ვიდეო, გთხოვთ დააკომენტაროთ, დაალაიქოთ ან გადააზიაროთ, რაც შეიძლება ბევრმა ხალხმა რო ნახოს და მიიღოს აი ეს მარტივი ტექნიკა. მადლობა.